მოგესალმებით. ძირფასო პეკატიველებო, მე გიგლა ვარგობიჩია, ჩემი საავტორო პროგრამით დიდი გარღვევა. არა და რა სახელი შეურჩიოთ ხომ ეთანხმებით? იმდენი რამე გვაქვს გასარღვევი, არა მხოლოდ საქართველოს, საერთოდ ზოგადად. ჩვენ კი არა ზოგადად წესიერ საზოგადოებას აქვს იმდენი რაღაცა გასარღვევი, რომ რა ვიცი, როდის და რამდენი ხანში გავწოდებით ამ ყველაფერს. დღევანდელ გადაცემაში როგორც ყოველთვის ისევ საინტერესო სტუმრით გიბრუნდებით. მაგრამ რო თქვი საინტერესო, ალბათ უნდა მეთქვა, რომ ძალიან საინტერესო სტუმრით და რაც მთავარია პროფესიონალით. რომელიც ესედვენ აკლია თანამედროვე ქართულ ტელევიზიას. ჩვენ ამ პრინციპით არ მუშაობთ. მხოლოდ პროფესიონალები და მხოლოდ მათ ვეკითხებით იმასაც უნდა ვკითხოთ, რაც გასარღვევია, რაც გასაკეთებელია, რა ჭირიც გვჭირს და სად არის გამოსავალი. გამოსავალს ვეძებთ ერთად, თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა. ქალბატონი თამარ კიკნაძეა დღეს ჩემი სტუმარი. მოგესალმებით ქალბატონი თამარ. მოგესალმებით. ქალბატონი თამარი გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი პოლიტოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და ამავე დროს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. ასე რომ მე მგონი შეკითხვა არ უნდა დაგჭეთ მის პროფესიონალობასთან დაკავშირებით. და იმ თემებზე, რაზეც ის მოვიწვიეს ალაპარაკოთ, მე მგონი მოგიწევთ სერიოზული ყურადღებით ყოფნა და მოსმენა. და რაც მთავარია გააზრება. რითი დავიწყოთ? იმდენი ჭირი გვჭირს საქართველოში, რომ ალბათ დროა გამოსავლის ძიება დავიწყოთ რა. მაგრამ მე მაინც ასე დავიწყებდი, ქალბატონო თამარ. სანამ ჩვენ ასე ვთქვათ გადავიკეთებთ ამ სივრცეში, რა თქმა უნდა ყოველთვის გადავნებთ თვალყურს, გისმენთ სხვა ტელევიზიებში თქვენს გამოსვლას, უსმენ ესე ვკითხულობ პუბლიკაციებს, ვეცნობი, ხვდებით ხშირად ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში, კავკასიის უნივერსიტეტის სივრცეშიც და ვსაუბრობთ ხოლმე იმაზე, რაც დაგვემართა. და ამასინად მივაქცია ყურადღება ერთმან პროგნოზს, ჯერ კიდევ 2022 წლის ასე ვთქვათ, ახალი დაწყებულია რუსეთ-უკრაინის ომი და გახსოვთ მაშინდელი ეიფორიული მომენტები, რასაც მსოფლიო იყო, ნატო იყო, მისი ძალები იყო, კოლექტიური დასავლეთი იყო და თუმღაც ეგონათ, რომ ძალიან მალე მორჩებოდა. ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე მესამე წელია უყურებთ ამ ომს, მეტი უკვე და ჯერჯერობით დასასრული მას არ უჩანს. თქვენ მაშინ იწინასწარმეტყველე ძალიან საინტერესო რაღაცა, რომ რაც მეტი არახს მიაწვიან უკრაინელებს, მით უფრო დიდხანს გაჭიანურდება ეს ომი და მით უფრო მეტი მსხვერპლი თავისთავად მეტი იქნება, ხო, ბუნებრივია. და აი ახლა ვატყობთ უკვე 2025 წელს ტრამპის მოსვლის შემდეგ, აი ტრამპის მოსვლიდან ინაუგურაციიდან შემდეგ, რომ უკვე ამერიკის მხარე თავს იკავებს იარაღით მომარაგებისგან, ანუ გადის იმ ველიდან, რომელსაც ქვია ბოლო უკრაინამდე ბრძოლა და თითქოს რაღაცა თმობს პოზიციებს. როგორც ასიტყვით, უჩანს ამ ომს დასასრული, მიდის მსოფლიო ახალი წესრიგის ახალი რაღაც ფორმატების შემუშავებისკენ. მადლობა ბატონ გიგლა მოწვევისთვის და თბილი სიტყვებისთვის. ძალიან რთული პერიოდია და მე ყოველთვის აღნიშნავ აი ამ უკანასკნელ ხანს, ესე იგი მთელი მსოფლიო განსაცდელის წინაშე დგას და ყოველ დღე, როდესაც საინფორმაციო საშუალებებს ვრთავ, ელოდები რა ახალი სიურპრიზი იქნება და სად იქნება გართულებული სიტუაცია. ეხლა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, არავის არ ეგონა, რომ ეს ომი დაიწყებოდა. მაგრამ რუსეთმა დააყენა ეს ულტიმატუმი, ხო? ჯერ დაიწყო. იმიტომ რომ ბევრჯერ დაირღვა და პირობები, რაც დასავლეთმა დაადო თავის დროზე. კი ბატონო, ამას წინ უძღოდა პუტინის არაერთი განცხადება, განსაკუთრებით მისი მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლა, როდესაც რუსეთმა დააფიქსირა, რომ მას არ სურს მეორე ხარისხოვან სახელმწიფოდ ყოფნა. და ის უნდა ჩაითვალოს როგორც გლობალური მოთამაშე და გლობალურ მოთამაშეს აქვს თავისი მოთხოვნები. ეხლა ჩინეთის გაძლიერების ფონზე, აგერ ინდოეთის კი, ამაზე გვექნება ჩვენ საუბარი აუცილებლად. არა, ახალი მოცემულობა მივიღეთ და ეხლა ვინც
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და იცნობს ამ თეორიებს. სხვათა შორის ძალიან ადვილია პროგნოზების გაკეთება. ხა საერთოდ პროგნოზები არ არისო, ხო, მაინდა-მაინც მადლიანი საქმე, როგორც ამბობდა ბენჟამინ დიზრაელი. კი ბატონო. მაგრამ მაინც თუ შენ გაქვს თეორიული ცოდნა და ყოველდღიურ მოვლენების განვითარებას ადევნებ თვალს, გარკვეული რაღაცა პროგნოზის გაკეთება შეიძლება, ხო? ხა ყველა თანხმდებით იმაზე, რომ უკრაინის ომი ეს არის პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის და იმის სხვათა შორის ერთ-ერთ სტუდიაში ვიყავ და სტუდიაში სხვა რესპონდენტებიც ისხდნენ და რომ მე თქვი რომ ძალსახად რუსეთი ამომს მოიგებს მეთქი, დამიპირისპირდნენ ძალიან ისე რომ ხო, მაგრამ ახლა მათი ხმები ცოტა მოგუდულად ისმის უკვე. ხო, რომ მე ტენდენციური ვარ, მაგრამ სულაც არ ვიყავი ტენდენციური, მე არასოდეს ჩემი სიმპათია, ანტიპათიებიდან არ ვლაპარაკობ. არის ობიექტური რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწოროთ და ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ქვეყანა სხვის ხარჯზე იწყებს ომს და უკრაინას რუსეთთან შედარებით არ ქონდა ის ძლევამოსილება, რომ რუსეთი დაემარცხებინან, ესე ძალიან ცუდად მთავრდება ამ ქვეყნის ბედი, ეს ჯერ კიდევ მაკიაველი და თუ კიდემ ძალიან კარგად აღწერეს თავიანთ ძალიან რეალისტურ ნაშრომებში, ხო? ამიტომ ნამდვილად საშინელი სისხლის მღვრელი ომია. მე ვთვლი, რომ ანგლოსაქსებმა ამ მხრივ ძალიან წარმატებული პოლიტიკა განახორციელეს, იმიტომ რომ ნახეთ მსოფლიო წესრიგის ფორმირება ხდება ამ ორი ფაქტობრივად ერთი ერის დაპირისპირების ხარჯზე, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება. ეხლა გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღარ აპირებს უკრაინის იარაღით მომარაგებას. ამას თავისი მიზეზები აქვს. ჯერ ესეთი როგორც იქნა ოფიციალურად გაცხადებული, ამერიკის მარაგები ილევა და მეორე ცხელი წერტილია ომს აწარმოებს ისრაელი და შესაბამისად ჩვენ ვიცით, რომ აი ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ისრაელი არის ამერიკის შეერთებული შტატების თანამატი და მოკავშირე უფრო მეტი, ვიდრე მოკავშირე, იმიტომ რომ ის კეთილდღეობა, რომელიც ამ ქვეყანაშია, ხო და ის ეკონომიკური ზრდა არის უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურება და აქ ისეთი კავშირია, ესე იგი, რომელზე ავლეს გავლეს. საწავა გაწმართ. ხო, არა, ებრაელები ესე იგი გავლენას ახდენენ ამერიკის პოლიტიკაზე, თუ ამერიკა ახდენს ისრაელის პოლიტიკაზე, ხო, ეს კიდევ შუს გამოიკვეთა ეს ურთიერთრაღაცა წაკბენები ცოტათი, როცა ვაშინგტონის რაღაცა შეთავაზებას თუ რაღაცა რჩევას ისრაელი რაღაცა საწინააღმდეგოთი პასუხობდა. იმიტომ რომ მის უკან, ესე იგი, ცოტა სხვა ხალხი დგას და ხა ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ დღეს ამერიკა არის გახლეჩილი, უფრო სწორედ ელიტა არის გახლეჩილი და მთელი ის კატაკლიზმები, რასაც დღეს ვხედავთ, სწორედ ამ ელიტის გახლეჩილობის შედეგია. კეთილი პროგნოზი დავამთავროთ. რასელი თქვენ ახლა ამ აი როგორც მაშინ ბრძანეთ და ზუსტად თელი 3 წელი ამ სცენარის მიდის ყველაფერი. რამდენ ხანში დამთავრდება, როგორ ფიქრობთ, ძალთა ამ გადანაწილებით და იმით რაც გამოიკვეთა და როგორ დამთავრდება რუსეთ-უკრაინის პროქსი ომი? ჩემი აზრით, ეხა მიმდინარეობს, აი უკვე მე-6 საუბარი იყო ამერიკის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აქტიური კომუნიკაცია არის მათ შორის და მიმდინარეობს აქტიური ვაჭრობა. ესე იგი სფეროების გადანაწილება. ისე საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, პოლიტოლოგებისთვის ცოტა ხوار გეხამუშებათ
ვაჭრობა მიმდინარეობს. ვის ხარჯზე ნივად ეგეთ ესეთ ჰუმანიტარულ საკითხს. თქვენ ალბათ გეხამუშებათ სიტყვა ვაჭრობა, ხო? არა, მე მეხამუშება, კი არ მეხამუშება, არაფერს არ ვერჩი, მაგრამ პოლიტიკაში ვაჭრობა ცოტა. არა, ეს ეხა მე მოგეხსენებათ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ და იცით ამერიკულ სახელმძღვანელოებში არის ესეთი პარაგრაფი bargaining in politics, ხო? Bargaining არის ვაჭრობა, მაგრამ ეს არ არის ისეთი ვაჭრობა, რაც არის მაგალითად trade, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით. საერთოდ აი ამასინათ ერთ-ერთ ტელევიზიაში გამოვედი და ქვემოთ ვიღაცამ წამიწერა მე როდესაც კომენტარებს აკეთებდა, რომ ხო არ გეჩვენებათო, რომ ვაჭრობაო პოლიტიკაშიო, როგორი მოსატანია, პირდაპირი მოსატანია. ყველაფერი პოლიტიკაში აგებული არის ვაჭრობა. თავისი ინტერესებისთვის გონებრივია და ისინი ყველა გამომდინარე ეროვნული ინტერესებიდან. ამიტომ აი სწორედ ეს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების გარკვეული ეტაპია, შეიძლება საეტაპოც. ხო, და სამწუხაროდ აი ეს ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება ხდება ერთ-ერთი მოთამაშე, რომლის ტერიტორიასაც ხდება ეს ყველაფერი არის უკრაინა და წარმოიდგინეთ, ომამდე ეს ქვეყანა იყო 44-46 მილიონი, ეხლა მე მგონი 20 მილიონამდე არის გაუბედურებული, გაცამტვერებული, ოკუპირებული, ესე იგი უკრაინა. და ის ადგილები, რომელიც არ არის გაცამტვერებული, უკვე იგორ ბერკუტი და სხვაები ეს ებრაული ფრთა, ასე ვთქვათ, იძახის და ძალიან ხმამაღლა, რომ ახალი იერუსალიმი და ისრაელი უნდა გაკეთდეს. კი ბატონო, ანუ აქეთკენ მიდიოდა ეს პრაქტიკულად თავიდანვე ჩანაფიქრობდას? არა, არის ინტერნეტში უამრავი მასალა არის იმის შესახებ, რომ უკრაინის ტერიტორია, რომელიც ძალიან მდიდარი ნაყოფიერი ეს შავმიწანი ადაგიანი მიწა არის ძალიან სოფლიო ბეღელია პრაქტიკულად. ღირებული და გახსოვთ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა მე მგონი BlackRock-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ ამდენიო მკვდარის დამარხვა მიწა ამ ძვირფას მიწაშიო და კრემაცია შესთავაზა, ეს ხო არის საშინელი. ამაზრზენი, ხო? თან ქრისტიანულად ჩვენ მართლმადიდებლური მორალით უნდა დაიმარხოს ადამიანი მიწაში. ეხლა რაც შეეხება თქვენ მკითხეთ, ესე იგი ამ ებრაელებთან დაკავშირებით, ეხლა ჩვენ ვიცით, როდესაც ისრაელის აღარ წავალმა ეხლა იმ სიღრმეებში, ჩვენ წელთაღრიცხვამდე და ასე. როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელი იქმნებოდა, რამდენიმე პროექტი იყო, ხო, ვთქვათ, უგანდაში, კიდევ იყო რაღაც ყირიმზეც ლაპარაკობდნენ, ხო, რომ ებრაელები სადღაც ციმბირსში და სადღაც კიდევ ბირობიჯანის რესპუბლიკა შეიქმნა, ხო, იქ, მაგრამ ნახეთ ებრაელებმა მაშინდელმა სიონისტებმა არჩიეს ის ტერიტორია, სადაც არის დღეს ისრაელი. რატო? იმიტომ რომ ეს არის საკრალური მათთვის მიწა, სადაც იყო სოლომონის ტაძარი და მოგეხსენებათ ალბათ თქვენ იცით, რომ სიონისტების უპირველესი დღეს დანიშნულება არის, რომ ააშენონ მესამე ტაძარი. და ეს არის მათი მთავარი ინტერესი და სხვათა შორის ტრამპიც, რომელიც არის ევანგელისტი და ამაში ისინი ძალიან კარგად თანხმდებიან, ის კი არა სიონისტებზე უფრო მეტი სურვილი აქვთ ევანგელისტებს, რომ ეს ტაძარი იხილონ ამ ტერიტორიაზე, ხო? საერთოდ პოლიტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა აი ამ საკრალურ მომენტებს. სიმბოლოებს მომენტებს. სიმბოლოებს და ეს არ არის შემთხვევითი. რა თქმა უნდა. თუ გინდათ რომ გავიხსენოთ ის ვარდების რევოლუცია და სააკაშვილის მიერ მთელი ეს განხორციელებული ყველაფერი რაღაც ესე იგი თარიღთან იყო დაკავშირებული.
აჭარაში შევარდნიდან დაწყებული. კი ბატონო, თვითონ 23 გიორგობა იყო, შემდეგ ციფრი 5-იანი და ასე შემდეგ. კი ბატონო. და ეხლა რაც შეეხება თვითონ ისრაელის დღევანდელ არსებობას და მის პერსპექტივებს. ეხლა მე შემიძლია მოვიყვანო ორი ებრაელის განცხადება. ერთი დიდი კისინჯერი, რომელიც 2 წლის წინ გარდაიცვალა, ის ამბობდა, ჯერ კიდე არ მახსოვს 2010 თუ 15 წელი იყო, რომ ისრაელს არსებობის რამდენიმე წელი დარჩა. ძალიან ხმამაღლა ამბობდა ამას. ძალიან ხმამაღლა. და ხშირად იმეორებენ ამას დღეს. ხო, მაგრამ ნახეთ ახლა მეორე ებრაელი ნეტანიაჰუ რას ამბობს. ის ლაპარაკობს დიდ ისრაელზე, ხო? რომლის ტერიტორიები მოიცავს ტიგროსიდან ერფრატამდე მთელ ამ ტერიტორიას. და ამ დიდი ისრაელის, რომელიც მთელი რიგი სახელმწიფოების და სხვათა შორის მათ შორის ირანის ტერიტორიის ჩართვას გულისხმობს ამ დიდი ისრაელის საზღვრებში. ჩვენი ცხოვრება აქვს რამე თვალი დადგმული. ჩვენ მე ხა მანდედან ცოტა შორსავით. ხო, მაგრამ მცხეთაში რაღაცას ჩალიჩობენ? საერთოდ საქართველოც ძალიან ზეციური იერუსალიმი და ახალი იერუსალიმი იქ. ხო, საკრალური ქვეყანაა და იცით, აი მე ყოველთვის ბოდიშვიხტი ქალბატონ თამარ, ამდენჯერ მქონდა გადაცემაში ჩვენმა ექსპერტებმა და ჩვენც ვთქვით ძალიან ხმამაღლა აი ქართულთა დიდი გაერთიანება სული ძახის ამას და ვაფიქსირებთ, რომ მცხეთაში დაახლოებით 40-მდე ჰექტარი აქვთ ამ ხალხს ნაყიდი გარშემოსოფლება, შემოწერილობა, პრაქტიკულად შემოერთმენ და რა ქვია იმას ზეციური იერუსალიმი და ახალი იერუსალიმი. ხო, და ამას იცით შავითი უდგა სათავეში და ვიცით ეს პროექტი ახლა იმის იქით რა დგას, ეს რატომღაც ისეთი საბურველ ქვეშაა შავის აქვთ გადაფარებული, არ იძახიან, მაგრამ პრეტენზიები თავის დროზე მე ვარ ამის საქმის კურსში თქვენც გსმენიათ, ზვიად გამსახურდიასთან, მე როგორც კი ის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე გახდა, ზუსტად 2 კვირაში გამოცხადდა ებრაელ ბიზნესმენთა და პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი და შესთავაზეს, ეხლა არ ვიტყვი ამას თავის დროზე, მაგრამ გაქვთ პრეტენზია, აქვთ თავი დადგმული. მაშინ უკრაინის საკითხები არ იყო გამოკვეთილი. ეხლა გაუჩნდათ პერსპექტივა, რომ უკრაინის 5 ოლქში შექმნან ახალი სახელმწიფო, ახალი იერუსალიმი. იმიტომ რომ ძალიან ეშინიათ ამ არაბებით და თქვათ სხვა იმითი შემორტმული დიდი ძალის. როგორც კი ამერიკის ჰეგემონობა თქვენ ხშირად ლაპარაკობთ ამას დასრულდება, ისრაელს უკვე პრობლემები ექნება. იცით რა არის, ამერიკის ესე იგი ცალსახა ჰეგემონია დამთავრებული. კი ბატონო. შეიძლება ის თქვათ რომ გააფორმდა უკვე მათი ჰეგემონიის დასასრულს. არა, თვითონ აღიარებენ. ტრამპი, ჯეინი ვენსი ამაზე ლაპარაკობენ. და მთელი ის პოლიტიკა, რასაც დღეს ტრამპი აწარმოებს, აი მაგას სახით, ხო? Make America Great Again. გავხადოთ ამერიკა ისე. დიადი, ეს კარგი ცხოვრებისაგან არ არის, ხო, ამ პირობებში. აბსოლუტურად. და ესეც აი თქვენ რო წაიკითხოთ, ახლა ამ თეორიებს მე ვასწავლი და კი, ვიცი და იმიტომაა თქვენი მოსაზრება საინტერესო ძალიან. ხო, ეს არის ჰეგემონიის ციკლების თეორია, ჰეგემონური სტაბილურობის თეორია და ეს ავტორები, რამდენიმე ავტორი იმ პროცესებს ძალიან კარგად აღწერს, რაც დღეს მიმდინარეობს, ხო? რატომ აქვს ამერიკას დაღმავალი ესე იგი ციკლი, რომელი ქვეყანა არის, რომელიც ესე იგი პრეტენზიებს აცხადებს ამ ჰეგემონიაზე და რა პერსპექტივები შეიძლება იყოს. თვითონ ამერიკელებმა აღიარეს და უამრავი დისერტაცია იქნება აი ამ დაღმავალ ციკლზე ამერიკის შეერთებული შტატების. შემთხვევითი ხო არ არის, რომ ავღანეთიდან გამოვიდნენ ისინი. კი ბატონო. ევროპა მათი ინტერესის სფეროს აღარ წარმოადგენს, ნატო აღარ წარმოადგენს. ევროკავშირი, ნატო ეს იყო იმ ძველი წესრიგის სტრუქტურები, აუცილებელი, რომელიც დღეს აღარ არის აქტუალური. ამიტომ არის ტრამპის დამოკიდებულება ხო ამ ინსტიტუციების მიმართ. რადიკალურად ნეგატიური. და ნახეთ ახლა მართალია ამას დიდი აღტკინებით შევხვდნენ, მაგრამ ევროპელმა სახელმწიფოებმა უნდა გაზარდონ ესე იგი შეერაღებაზე ნატოს წევრობის დაფინანსება და 5%-მდე.
ამასაც არა ამ დროს დღეს 2% შეადგენს თუ სწორად მახსოვს, ხო? ერთი იყო, მერე ორი იყო. ამიტომ დადგა ის დრო და ნახეთ ევროპული სახელმწიფოები იყვნენ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოები. ხო, რის ხარჯზე? ამერიკული თავდაცვის კოლგის ხარჯზე ნატოს სახით და იაფი რუსული ენერგომატარებლების ხარჯზე. ეხლა ეს ჩვენები რომ მისტირიან ევროპას და მიილტვიან იქით. ეს უკვე მორჩეს. დღეს უნივერსიტეტშიც ვამბობდი, რატო გვინდოდა ჩვენ ევროპა? იმიტომ რომ ქართველი ბუნებით არის პროგრესის მოყვარული და კეთილდღეობის, ხო? და ეს ევროპული სახელმწიფოები ჩვენთვის იყო ამ პროგრესის და კეთილდღეობის ძალიან კარგი ნიმუში. ამიტომ ჩვენ გვინდოდა სწორედ ევროპაში აი ამ კეთილდღეობის გამო. მაგრამ სურათი არის რადიკალურად შეცვლილი. და მე ყოველთვის ვამბობ, აი მათ საყურადღებოდ, ვინც იქ მოსაველზე დგას, რომ ისინი ჩარჩენილი არიან იმ ძველ წესრიგში და ვერ გრძნობენ იმ გლობალურ ცვლილებებს, ხო? სულ ახალ რეალობაში რო ვართ ჩვენ. ხო, ანუ იდიოტების როლში გამოდიან, მაგრამ იდიოტი მე ვამბობ არა იმ მნიშვნელობით, რასაც ჩვენ არამედ ძველი ბერძნები ვის ეძახდნენ იდიოტებს. ადამიანი, რომელიც ვერ აღიქვამს ადეკვატურად მიმდინარე პროცესებს, ხო? ამიტომ მე მათ შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ამ სიტყვით, არამედ ვამბობ, რომ ისინი ვერ აღიქვამენ, ესე იგი, თანამედროვე პროცესებს. ლევან სანიკიძის ხუმრობა მახსენდება ძალიან რომ შეუტიეს ერთხელ ვიღაცებს სულელები უწოდა, 90-იან წლებში ვიღაც მოზრაობს. სულელები არიან, ეგენ უჩივლეს იმათ. და ბატონმა ლევანმა თავი გაემართლა ასე, კაცო, სულას მიმდევრები არიან იმპერატორის და ამიტომ ქვიათ სულელები და ვერაფერი ვერ გაუკეთეს რა. დაახლოებით იგივე სიტუაცია აქვს, მაგრამ საინტერესოა გააგრძელოთ თუ შეიძლება. ხო, ეხლა ნახეთ, ახალი წესრიგი ფორმირდება და სწორედ როდესაც ვაჭრობას ვლაპარაკობ, მე აი ამ ბარგანინგს და არა ტრეიდს, ეხლა საერთოდ საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტოლოგია დასავლური მეცნიერებებია და თქვენ კარგად იცით, რომ საბჭოთა კავშირში თვლიდნენ, რომ ეს მეცნიერებები ბურჟუაზიული მეცნიერებები იყო და არც ასწავლიდნენ. და საერთოდ ბევრი რამე იყო დაფარული, ხო? უბრალო მოსახლეობას, პრავდას კითხულობდა იზვესტიას, კომუნისტს და იქიდან იღებდა ინფორმაციას. თუმცა მაგალითად ბისმარკი რას ამბობდა, იცით და მე შეიძლება დავეთანხმო ბისმარკს, ისევე როგორც ადამიანებმა არ უნდა იცოდნენ როგორ კეთდება სოსისი, ასევე არ უნდა იცოდნენ როგორ კეთდება პოლიტიკა. ანუ დაფარული უნდა იყოს. თუმცა ეს დაფარული არა მხოლოდ პოლიტიკური მეცნიერებები და სხვა მეცნიერებები, მსგავსებული მეცნიერებებს იყო საუბარი, არამედ ეკონომიკაშიც კი დაშტრიხეს, დაშიფრეს და პრაქტიკულად მაკროეკონომიკა ჩვენთანაც ისწავლება საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც არ არის ის მაკროეკონომიკა, რომელიცაც ისინი თავისი ელიტებისთვის ელიტარულ უნივერსიტეტებში ასწავლიან. ეგრეთ წოდებული ეკონომიკსი, ხო, რომელიც ჩვენ რაღაც ანუ მათ იციან ცოდნის ფასი, მაგრამ იმ ფარულ ცოდნას ვისთვისაც უნდათ იმისთვის იმეტებენ და ჩვენთვის უნდათ ეს განადგურება. ხო, არავისთვის არ არის დაფარული, რომ არის ისეთი სასწავლებლები, სადაც რეალურ პოლიტიკოსებს, რეალურ ეკონომისტებს ზუსტად. მაგრამ ეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა არიციან, მაგრამ აი ის მაღალფარდოვანი სიტყვები და მორალური პრინციპები რა არის, თქვათ, ისეთი ადამიანებისთვის, აი რომელსაც დემოკრატია და ეგეთი რაღაცა. დემოკრატია. მაშინ, როდესაც დემოკრატია არის ინსტრუმენტი და არა, თქვათ, წესიერ სახელმწიფოში და წესიერ ელში. ხო, ამას დიდი გაანალიზება უნდა. ნახეთ, თუ ჩვენ ქვეყანას ავიღებთ, არა? ნახეთ, ისინი დასავლეთი, იგივე ამერიკა, ევროპა, ის ნეგატიური, იქ პოზიტიური ძალებიც ხო არიან, არ შეიძლება განიხილო, რომ ხა მთელი დასავლეთი უარყოფითი რაღაცა ნეგატიური ძალებია. აი ეს ნეგატიური ძალები დემოკრატიას ჩვენ ქვეყანაში იყენებენ
იმისთვის, რომ ის პროცესები, რომელიც აქ მიმდინარეობს, თავისი სურვილისამებრ მოირგონ, ხო? და რაღაცაზე გეუბნებიან ეს დემოკრატიულია, რაღაცაზე გეუბნებიან ეს არადემოკრატიული. კონიუნქტურა, სხვათა შორის ჩვენი ხელისუფლება, აი გუშინ ირაკლი კობახიძეს უსმენდი და მან ძალიან კარგად განსაზღვრა ეს, რომ არის ორმაგიდან სამმაგი სტანდარტები, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს იმის უნარი და ამას უდაოდ იძლევა განათლება, რომ გავარჩიოთ რა არის კარგი, რა არის ცუდი და ადეკვატურად მოვიქცეთ გამომდინარე ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან და აი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვიყავით, მაგრამ იგივე ამ საკრალურ მომენტს გაუსვა. სხვათა შორის მაკიაველი თუ გახსოვთ მისი მთავარი არა არ იყო ესე იგი ძალიან რელიგიის მომხრე, იმიტომ რომ იქ სავანაროლას რეჟიმი იყო და ყელში ამოვიდა ხო მაშინ, მაგრამ ისიც კი ამბობდა რომ 50% არის ღმერთის ნება, ხო, რაც ღმერთს არ ასულდეს, საქმე არ იქნებს, ხო. ამიტომ აი საქართველო რაღაცნაირად აი ღმერთმა აგვარი და იგივე 2008 წელს ის პროცესები, რაც დღეს უკრაინაში ვითარდება, ხო? და ძალიან ახლოს ვიყავით მაშინ. ძალიან ახლოს ვიყავით, ხო, მაგრამ აი ღმერთი მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრივ ვართ, ეს იმაზეც ჩანს, რომ ჩვენ დღეს როგორც სახელმწიფო. თუმცა ჩემს წესიერ მაყურებელთან და კომაკთან ბოდიშ ვიხდი, მაგრამ წილხვედრილობა და ხო ტონალობაში ხო ატყობთ, როგორ წარმოთქვამენ ხოლმე ამას, სანამ ამაში ჩაერკვევიან, გაერკვევიან და ჩაიხედავენ, ნუ მანამდე ბევრი წყალი გავა, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული ფენომენი და გეთანხმებით აბსოლუტურად გიგლა, რომ ერთ-ერთი აი ამ ჰიბრიდული ომის მიმართულება არის დექრისტიანიზაცია, დერელიგიიზაცია ჩვენი საზოგადოების და სამწუხაროდ ახალგაზრდა თაობაში ამას ძალიან ფესვია გამდგა. აი ჩვენ შევეხებით ამას აუცილებლად, უბრალოდ მინდა დამიკონკრეტოთ. რამდენი ხანი გაგრძელდა ამერიკის ჰეგემონია და როდიდან დამთავრდა, აი წერტილი როდიდან დაესვა, ვთქვა და მე გადავიდეთ უკვე აზიის ფაქტორზე, ჩინეთზე, რომელიც უკვე დიდი, ასე ვთქვათ, მოთამაშე გამოჩნდა. და რომელსაც სრულიად სერიოზულად განაცხადა, რომ მათ არ აწყობთ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, სულ არ აწყობთ რუსეთის დამარცხება. ნუ აქ გეოპოლიტიკური ბალანსი რა თქმა უნდა, ასე რომ ძალიან ანგარიში გასაწევი წამოვიდა. მე კიდე სხვა მიმართულებით წავთ, მაგრამ აი რამდენი წელი გაგრძელდა ამათ. მაგაზე გიპასუხებ და სხვათა შორის ქართველებს ზოგიერთს, რომელსაც უნდა რომ რუსეთი დაინგრეს, ისინი ძალიან პრიმიტიულად აზროვნებენ და სხვათა შორის ერთ-ერთ შეხვედრაზე სტივენ ჯონსმა უთხრა, რომელიც ძალიან ჭკვიანი კაცია და ცოლი ქართველი ყავს, მან თქვა რომ თქვენო შეკითხვაზე როდის დაინგრევა რუსეთი, თქვენ უნდა დაფიქრდეთო ჯერ რომ გაწყობთო რუსეთი დაინგრესო თუ არა. აი ეს ცოტა ხაზგასმით უთხრა ჩვენს მაყურებელს და გაიგონ. აი თქვათ ვარიანტია დაინგრა რუსეთი. რა შვება თურქეთი? არა მარტო თურქეთი. სხვებიც. ისეთი ბალანსი შეიქმნება რეგიონში, რომ საქართველოს საქმე კარგად არ წავა და მე მინდა გავიხსენო დავით ურამიშვილი როგორ წერს, ხო? ხო. კიდე სხვა მომენტები, მაგრამ ბერძენიშვილი, აი გახსოვთ იყო ესეთი ალტერნატიული ისტორია და კი. იქ იყო ესეთი ალტერნატივა, რომ რუსეთის შემადგენლობაში არ შესულიყო საქართველო და პარადოქსული შედეგი ჰქონდა მას, რომ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი იქნებოდა, ხო? და ესე ატყუებენ ახალგაზრდობას, ისტორიის ინტერპრეტაცია მიმდინარეობს არასწორად. ეხლა ჩეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები შეიქმნა როგორც უდიდესი ექსპერიმენტი და ის მამა დამფუძნებლები, რომლებიც იქ გადასახლდნენ, არა ძალიან იდეური ხალხი იყვნენ. სულ ყველა თითქმის მასონები იყვნენ პრეზიდენტები ერთის გარდა. კი ბატონო. ხო და
მათ ნამდვილად სჯეროდათ იმისი, რომ რაღაც ალტერნატიულ საზოგადოებას ააშენებდნენ და რაღაცა ისეთი ღირებულებები. აი დღეს ამერიკას სხვათა შორის ტრამპიც საყვედურობდა, რომ ამერიკის დღევანდელი ესტაბლიშმენტი განუდგა ხო ამ მამა იდეალებს. დამფუძნებელი მამების იდეალებს და იმიტომ არის, რომ ამდენი ესე იგი თავსატეხი და პრობლემა და მას დაატყდა, ხო? ნახეთ, მათი თავიდანვე ესე იგი იდეოლოგია იყო, რომ ამერიკა უნდა გამხდარიყო იმდენად დიდი და კარგი სახელმწიფო, რომ მიმზიდველი ყოფილიყო დანარჩენი სამყაროსთვის და აი მე-20 საუკუნის დასაწყისში კისინჯერს აქვს ეს მშვენივრად აღწერილი მიმდინარეობდა დებატები ამერიკის როლის შესახებ. უნდა გამხდარიყო ის გლობალური თუ უნდა მას საკუთარი ქვეყნისთვის მიეხედა, ხო? და მანამდე მონროს დოქტრინა, რომლის მიხედვითაც იზოლაციონიზმის პოლიტიკას ეწეოდა ამერიკის შეერთებული შტატები და სანამ არ მოაგვარა ის თავისი ადგილობრივი რაღაცა პრობლემები გლობალურ დონეზე არც კი გამოვიდა, ხო? და ეს დებატები მიმდინარეობდა თეოდორ რუზველტსა და ვუდრო ვილსონს შორის. ესე იგი, თეოდორ რუზველტი ამბობდა, რომ ჩვენ უნდა ჩვენ საქმეს მივხედოთ და ვიყოთ მიმზიდველები დანარჩენი სამყაროსთვის და აი ვუდრო ვილსონი, რომელიც პირველი გლობალისტი პრეზიდენტი იყო და შემთხვევით არ არის, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა შეიქმნა 1913 წელს სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს და გლობალისტებმა მას დაუფასეს ეს და ყველაზე დიდი ბანკნოტი კუპიურა ამერიკული დოლარის მე მგონი 100,000-იანზე მასზე გამოსახული არის ვუდრო ვილსონის გამოსახული. კი ბატონო. და შემთხვევით ხო არ იყო ესე იგი ნახეთ ვუდრო ვილსონი ჩაერთო ამ გლობალურ პოლიტიკაში და პირველი იყო ეგრეთ წოდებული იდეალიზმის ავტორი საერთაშორისო ურთიერთობებში ითვლება ლიბერალიზმის და იდეალიზმის მამამთავრად საერთაშორისო ურთიერთობებში და პირველი გლობალური ორგანიზაცია ერთა ლიგა დაკავშირებულია მის ამ 14 პუნქტთან, ხო? მე-14 პუნქტი იყო, რომ შექმნილიყო გლობალური ორგანიზაცია, რომელიც იქნებოდა პასუხისმგებელი, ვთქვათ, მშვიდობაზე და სლოგანად შეიძლება გამოდგეს პერსონალური პასუხისმგებლობა ქვეყნების და ესე იგი გლობალური უსაფრთხოება. ეხლა იმ 14 პუნქტში ისეთი პუნქტები იყო, რამაც გლობალურად შეცვალა საერთაშორისო ვითარება, ხო? ნახეთ, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში 4 დიდი იმპერია დაინგრა, ხო? მათ შორის რუსეთიც. კი ბატონო. რატო? იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც გამოვიდა საერთაშორისო არენაზე, ხო? მას ის წესრიგი, რომელიც მაშინ არსებობდა, არ აწყობდა და გაცილებით უფრო აწყობდა, ესე იგი, დაქუცმაცებულ ცალკეულ სახელმწიფოებთან ურთიერთობა, ვიდრე, ვთქვათ, ამ 4 დიდ იმპერიასთან. და შემთხვევითი არ არის, რომ პუნქტების ჩამონათვალში იყო ეგრეთ წოდებული ერთა თვითგამორღვევის შესახებ ხო, სახელმწიფოების და ხალხების უფლება, ხო? რომელიც დღესაც ძალიან წინააღმდეგობრივი ცნებაა, იმიტომ რომ რატო შეუძლია ერთს რომ გამოეყოს და თვითაღრიანება მოიპოვოს, აი მაგალითად რატო შეეძლო ხა კოსოვოს, რომელსაც უკვე აქვს ერთი ალბანური სახელმწიფო, მეორე ალბანური სახელმწიფო შეუძლია, ხო? და არ შეიძლება ვთქვათ ვიღაცა ისეთ ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მაგალითად აფხაზეთს, ხო? რატო არ აქვს? ნუ ეხლა ჯუჯა სახელმწიფო კი გამოვა, მაგრამ ანუ ეს ისეთი წინააღმდეგობრივი ცნება, რომელიც გაეროს დონეზეც კი არის აღიარებული და ნახეთ აქ ძალიან ესეთი საინტერესო მომენტია.
აღიარებენ თუ არ აღიარებენ სახელი ეს არის დამოკიდებული ძლიერთა ამ ქვეყნისა ნებაზე, ხო? მაგალითად ყირიმში ჩატარდა ყველანაირი პროცედურის დაცვით ეს და ეხა არავისთვის არ არის და ტრამპმა აღიარა ეს რომ ყირიმში მცხოვრები უდიდესი უმრავლესობა რუსები არიან და მათ ძალიან გაუხარდათ, როდესაც მიუერთდნენ რუსებს, მაგრამ დასავლეთი არ აღიარებს ამას, ხო? მაშინ როდესაც მეორე კოსოვო ალბანური სახელმწიფო შექმნეს, რომელსაც ანუ ერთი ფორმულა სხვადასხვა როგორ ვის როგორ აწყობს იშიფრება. ფაქტობრივად ამოგლიჯეს სერბები ამბობენ, რომ კოსოვოდან მეტიოხია რომ წაართვეს მათ და ესე ჩვენო გული ამოგლიჯესო. რატო ესეთ შემთხვევითი არ არის, ესეც საკრალურია. სერბული ცივილიზაცია იწყება სწორედ ესე კი მეტიოხია და კოსოვოდან, ხო? ანუ ძალიან საინტერესოა და პროგნოზი და ანალიზი რო შეძლო, რატო არის ხა საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა რთული სფერო. ვიღაცას გონია რომ აი შენი რასაც მე ვაკვირდები, ხო? გამოდის ვიღაცა, არ ვიცი რა ქვია ექსპერტი თუ და ის ლაპარაკობს, ხსნის ამ პროცესებს არა თავისი სიმპათია ანტიპათიის მიხედვით, ხო? ვიღაცას ვიღაცა მოწონს, ამიტომ ის ცდილობს არგუმენტირებულად, ესე იგი ეს თავისი ხედვა წარმოა. ესე არ არის, ხო? იმისთვის რომ შენ პროგნოზი და რეალური ანალიზი გააკეთო, ამისთვის ძალიან დიდი ცოდნაა საჭირო. და საერთაშორისო ურთიერთობები სულ ცოტა 12 თუ 13 დისციპლინისაგან შედგება. და ჩვენ ერთად რო ვასწავლით უნივერსიტეტში, არა, მე როდესაც საგანმანათლებლო იგივე ბაკალავრიატის პროგრამას ვაკეთებდი საერთაშორისო ურთიერთობებში, ამ პრინციპიდან ამოვდიოდი. რატო ხა ბევრი საშუალებას არ იძლევა ეს ბოლონიის პროცესი, ხო? მაგრამ ამ პროგრამაში არა შევეცადე რომ შემეტანა ყველა ის დისციპლინა, რომელიც მთლიანი ხედვის ჩამოყალიბებას აძლევს ახალგაზრდას, ხო? ეხა ამერიკაზე ხო ამერიკა გამოვიდა ხო საერთაშორისო ასპარეზზე და ამ ომებიდან ის უფრო გამდიდრებული და უფრო ძლიერი გამოვიდა, ხო? ყველა ომიდან, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომიდან და თქვენ იცით რომ 30-იან წლებში დიდი დეპრესიის ხანა იყო და ეს რუზველტი, არა თეოდორი, არა ფრანკლინ დელანო რუზველტი სულად გენიალური პიროვნება იყო, ხო? იმისგან განსხვავებით. რატო? იმიტომ რომ მან ისე წარმართა ეს თავისი იზოლაციონიზმის პოლიტიკა იყო, ხო? მაგრამ მე ეს პიერ ჰარბორი იყო და ამერიკელები ჩაერთვნენ, ხო? და მოდელსონთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ როდესაც ის ამ გლობალური პოლიტიკით გამოვიდა და პარიზის კონფერენციაზე ეს თავისი 14 პუნქტი წარადგინა, კონგრესი მას არ უჭერდა მხარს. და ეუბნეოდნენ რომ შენო ამერიკის პრეზიდენტი ხარო და ამ ევროპაში რომ დადიხარო რა გინდაო, თანაც 2 კვირა იქ წასვლას უნდაო გემით, 2 კვირა ჩამოსვლასო და ამდენი ხანიო ეს ამერიკა არისო პრეზიდენტის გარეშეო, ხო? და პარადოქსული იყო რომ აი ეს გლობალური გეგმა თვითონ ამერიკის კონგრესმა რატიფიცირება არ მოახდინა, ხო? და უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აი ფრანკლინ დელანო რუზველტის ძალიან ჭკვიანური პოლიტიკის შედეგად და ძალიან საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ფრანკლინ დელანო რუზველტი. იცით თქვენ ომის დამთავრება აპრილის თვეში 45 წლის, იმიტომ რომ ალიანსი ძალიან ესე იგი თვალსაჩინო იყო სტალინსა და მას შორის, ხო? გამოიკვეთა და ამას მოყარა დიდი ბრიტანეთის იმპერიის დანგრევა.
არავინ არ უყურდება იმას და დღეს ცნობილია რომ აი ქართველებშიც მაგალითად მე ყოველთვის ამას ვამბობ რომ სტალინს დაგეგმილი ქონდა იმ თურქეთში არსებული ტერიტორიების შემოერთება და ნაბიჯებიც იყო გადადგმული. უკვე რაიკომის მსივნები ყავდა მე წავიკითხე ეს წერილები სხვათა შორის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მაშინ იყო გიორგი კიკნაძე რომელიც ამ პროცესებში იყო ჩართული ძალიან აქტიურად და სომხური ლობი იყო ძალიან და საზღვარგარეთ ცხოვრები სომხები ძალიან აქტიურად იყვნენ ამ ამბავში ჩაბმული. მაგრამ ესე იგი ჩერჩილმა გააჩერა ეს რომ იყო ინიციატივა ნატოს შექმნის ნატოს დამფუძნებლად შეიყვანეს თურქეთი და აქ დამთავრდა მაგაზე ლაპარაკი და ქართველებს რო კითხო არა ესე იგი ჩერჩილი მათთვის არის უდიდესი პოლიტიკოსი მაგრამ ესეც ხო პიარის შედეგია იმიტომ რომ ჩერჩილის დროს დაინგრა ფაქტობრივად დიდი ბრიტანეთის იმპერია ხო დეკოლონიზაცია მოხდა და ესე იგი ჩერჩილმა მიიღო ნობელის პრემია რაში? მშვიდობის დარგში. არა, მშვიდობის დარგში არა, მან დაწერა არაჩვეულებრივი წიგნი, ტომეულები, მე მგონი 4 ტომი არის მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ასე გები. კარგით, ეხლა ნამიტანი ისეთი ჩვენს მაყურებელს რო არ დარჩეს შტაბ-ჟილება რომ ჩვენ ახლა ლექციას უკითხავთ და რაღაცა დოცია გადავერთოთ მესამე მოთამაშეზე, ანუ აზიის მხარისკენ გავიხედოთ. თქვენ წლების მანძილზე მუშაობდით ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, სახელმწიფო უნივერსიტეტში, აზიისა და აფრიკის შემსწავლელი, ასე ვთქვათ, ისტორიის კათედრის პროფესორად. შესაბამისად ეს თქვენი თემა, ასე ვთქვათ, თქვენი ამბოა, ასე ვთქვათ, უფრო მეტად ვინმე კიდე სხვა რაღაცები. ცხადია რომ ჩინეთი ძალიან სერიოზული პრეტენზიას აცხადებს ჰეგემონიაზე, თუმცა ის ვერ გაკაჩავს ამას ვიღაცა მეკავშირის გარეშე. ეს ვიღაცა მეკავშირე ვიცით უკვე კიდევ სხვა რაღაცები. ხო, კიდევ სხვა რაღაცებია, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩინეთის რომ არა ჩინეთის ფაქტორი, ამერიკის ჰეგემონია ალბათ კიდე გაგრძელდებოდა, ხო, ბუნებრივია. ეხა გეტყვით, მანდაც ამერიკელები დაეხმარენ იმაში, რომ ჩინეთი გაძლიერდება. არა, კი, გეთანხმებით, ეკონომიკური მთელი გარყნები და წარმოება იქით რომ წაიღო. ეს სხვა საკითხი, იმიტომ იყო ტრამპმა რო სადაროს ეკონომიკის უკან წამოღება, გარყნების ფაბრიკების და შემდეგ, მაგრამ ის პოლიტიკა იყო და შევეშვით. აი, როგორ ფიქრობთ, პრაქტიკულად გლობალურ ველზე ჩანს ამი მოთამაშე. ჯერ კიდევ ძლიერი დასავლეთი უკვე გაძლიერების სტადიაში გადასული ბრიქსი თავისი რუსეთის და ჩინეთის მონაწილეობით და ну მესამე შეიძლება ევროპა ჩავთვალოთ, როცა ისინი რაღაცისკენ მიდიან. მე ევროპას დღეს არ ვთვლი, არ ვთვლით. როგორც გლობალურ მოთამაშეს. ანუ ეს კვანძი, რომელიც იქნება ჩრდილოეთი სამხრეთი საპირწონედ გამოდგება ბოლომდე რომ ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდეს და როგორ გესახებათ ეს ახალი მსოფლიო წესრიგი? აი რა კონტურები ჩანს, როგორც თქვენ როგორც ექსპერტი რა სიტყვით? არა, გამოკვეთილი არის სამი ძალიან ისეთი ძლიერი მოთამაშე, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის ეს ერთადერთი ჰეგემონი ქვეყანა. დამთავრდა, კი ბატონო. მაგრამ ის საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინოს ამ მსოფლიოს. ჯერ ლომს ბრწყალები აქვს კიდე. ხო, ჩინეთი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა თუ ჩინეთს გავითვალისწინებთ, ეს არის უნიკალური კულტურა და რამდენად უნდა მას ჰეგემონიის როლის თამაში, ეს კიდე საკითხავია, იმიტომ რომ არის რაღაცა ისეთი პარამეტრები, რომელიც განაპირობებს ჰეგემონობას, ხო? ეხლა ქვეყანამ, რომელმაც ჩინეთის კედელი ააშენა, რა, ცოტა სხვა ფსიქოლოგია აქვს და სხვა მენტალიტეტის ხალხი. სხვა მენტალიტეტი და მას უნდა შიგნით განვითარდეს თავისი იმით და გაიტანოს ყიდოს ყველა. სხვანაირი მექანიზმები აქვს ამ გლობალური მოთამაშის და შემთხვევით არ არის ეს გზის და სარტყლის ადრე ეძახდნენ ერთი გზა, ერთი სარტყელი, ეხლა გზის და სარტყლის
ეს პროექტი, რომელიც წარმოადგინა მან და რომელიც ჩინური გლობალიზაციის ესე იგი ვერსია, ხო, ასე ვთქვათ. და რუსეთი, რომელიც საკმაოდ რაღაცა პარამეტრები აკლია მას იმისთვის, მაგრამ საკმაოდ ძლიერია, რომ ამომა პირიქით გააძლიერა, როგორც ჩანს. გააძლიერა, კი ბატონო და მისი, ესე იგი არ მე სხვათა შორის ეს პროცესები ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი, რუსულ გადაცემაში თუ გახსოვთ, იყო პიკი ესეთი. კი ბატონო, რა თქმა უნდა. ჩემი ესე იგი ვინც იყო რესპონდენტი არა, ორივე რესპონდენტები ვიყავით და მე როდესაც ვთქვი, რომ არ შეიძლება მე ვთხარი რუსეთის არ გათვალისწინება გლობალურ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ეს ცუდად დამთავრდება. ხო, იმიტომ რომ გონია რომ რუსეთი ძალიან სუსტია, ეს ბისმარკის სიტყვებია. შეიძლება ისე გამოჩნდეს, რომ ძალიან არაპროგნოზირებადია, ხო? და რა მითხრა, იცით, ჩემმა ვიზავიმ, რომ ჩავთვალოთო, რომ რუსეთი არის ოკეანეო და არ არსებობსო და მე ვთხარი ოკეანე კი არის, მაგრამ იმ ტალღებით მე ვთხარი მოგწუდება შენ და ძალიან ცუდად დამთავრდება მეთქი შენი საქმე და მე ყოველთვის მიყვარს იცით ხა რომ თუ შენ სპეციალისტი ხარ ამ საერთაშორისო ურთიერთობების ოდნავ მაინც რაღაცა გაგეგება რა ყოველ შემთხვევაში ჩემი პროგნოზები არა მართლდება და იმ ადამიანები რომლებიც სასურველს მიიჩნევენ რეალობად ესენი მარცხდებიან ცხადად და ნახეთ როგორ არის ხო ესეთ შენ თუ რეალისტი ხარ და ეუბნები სინამდვილეს გამომდინარე შენი ქვეყნის ინტერესებიდან შენ გეუბნებიან რომ პრორუსი იქამდეც კი მივიდნენ რომ ხელისუფლება რომელმაც შენ აგაცილა თავიდან ხო ეს კატაკლიზმები იმასაც პრორუსობას აბრალებენ ადამიანები გამოდიან ევროინტეგრაციაზე ხელისუფლებაზე ევროინტეგრაციაზე ლაპარაკობენ ამერიკასთან ურთიერთობენ რუსეთის ხსენება არ არის საერთოდ ხო მაგრამ რახან შენ პრობლემებს არ უქმნი რუსებს და ამისთვის ხარაკირის არ იკეთებ რა ესე იგი შენ პრორუსი ხარ ხო ეს აი ეს სიგიჟეში ვარ ნუ ეს ხო ტექნოლოგიაა მაგრამ უნდა მორჩეს ხო ეს რაღაცა გიჟური როგორია თქვენი პროგნოზი რა ეღლის კოლექტიურ დასავლეთს აი მიმდინარე პროცესების და საფრთხების გათვალისწინებით მე ისევ თეორიებიდან ამოვდივარ და ვამბობ ამ ჩემი თეორიული ცოდნიდან გამომდინარე რომ დასავლეთი არ არის დღეს ის ძირითადი მოთამაშე რომელიც იყო რაღაცა ხნის წინ და წარმოიდგინეთ პოლიტიკაში იყო საშინელი ეთნოცენტრიზმი ხო დასავლური ეთნოცენტრიზმი იგივე ვთქვათ შენ თუ დასავლეთი არ გაღიარებდა ხო რაღაც პროცესის ლეგიტიმურობას შენ ლეგიტიმაცია საერთოდ მორჩა ახლა ეს გადაინაცვლა ჩვენ რა ვქნათ საქართველოს სახელმწიფომ რა უნდა ქნას აი თქვენ როგორც პოლიტოლოგი როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ცნობილი ექსპერტი აი რას ხედავთ რა გზას უნდა სამწუხაროდ ჩვენ არა ვართ სუბიექტები პატარა ქვეყანა უფრო ხშირად არის გარიგების ისევ კი ბატონო გეთანხმებით მაგრამ სიტყვას და ამაზეც მთელი თეორია არსებობს ხო როგორ იქცევა მაგრამ შენ უნდა არის ესეთი პოლიტიკა კიდე მიტმასნების და დაბალანსების თეორია ხო ესეთი თეორია აი შენ ძალიან კარგად უნდა განსაზღვრო რომ შენი პარტნიორი და ესე იგი პერსპექტივაში ესე იგი რა შეიძლება ამ პარტნიორობამ მოგიტანოს უნდა მრავალვექტორული პოლიტიკა არის რა თქმა უნდა კარგი ესე იგი და არჩევანი ვინ როდის გაწყობს ხო ეს პალმერსტოუნის ცნობილი აქსიომა ხო საერთაშორისო ურთიერთობებში რომ
ინგლისს არ აყავს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები. აქვს მუდმივი ეროვნული ინტერესები. მე ძალიან მიხარია თქვათ, რომ დღეს აპელირება ხდება მუდმივად ამ ჩვენ ეროვნულ ინტერესებზე და ისე აღარ ვიქცევით, როგორც მოვიქეცით იგივე თქვათ საბჭოთა კავშირის დანგრევის დროს, როდესაც მთელი აგურები და ქვები ჩვენ დაგვატყდა თავზე, ხო? დავდექით გრევადი კედლის ქვეშ. ხო, და ეხლა რო ამბობდა, მაგალითად, ჩვენ დავანახეთ რუსეთის სახე. რა შემჭირდება მე რუსეთის სახეს? 20% წაიღეს ამის გამო, ხო? ხო. ამიტომ პრაგმატული ეროვნული ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკა ეს არის ჩვენი ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ამისთვის საჭირო არის ძალიან ღრმა ცოდნა, რომ ჭკვიანური პოლიტიკა აკეთო. გეთანხმებით, მაგრამ აი როცა ყოველდღიურად იცვლება სიტუაციები და ჩვენ საწინააღმდეგოდ ეს პულსზე, ხელი უნდა გეჭიროს პულსზე და ადეკვატური რეაქცია უნდა გქონდეს. მე როგორ ატყობთ, ეხლა უჭირავთ პულსზე სწორად ხელი? უჭირავთ და ეს ჩემი აზრით არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, იმიტომ რომ ის მაინც არის ისეთი მოთამაშე, რომელსაც შესწევს უნარი გქონდეს ინფორმაცია. მიაქცეთ ყურადღება, ხაზი გავუსვათ. ის არის იმ დონის მოთამაშე, რომ აქვს უნარი ჰქონდეს ინფორმაცია. საჭირო ინფორმაცია და რა ისაც ახალ ზედაპირზე დგას, აი დღევანდელი საერთოდ ჩვენი ყოფა კიდე ერთი საფრთხის ქვეშ რატო ვართ? იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით არის ინფორმაცია და ძალიან რთულია გაარკვიო რომელია რეალური. ეს ხო, ივანიშვილს აქვს იმის უნარი, რომ რეალური ინფორმაცია მოიპოვოს. მაგალითად, თუ ასე ფიქრობთ, მე ცოტა მეეჭვება, მაგრამ თქვენ როგორც სპეციალისტ გეთანხმებით ამ შემთხვევაში. აი, დაუშვით ვარიანტი და პოლიტოლოგები და სპეციალისტები, ამას ეკონომისტებიც ხშირად ემეორებენ, რომ აი ბრიქსის გაძლიერება, ამ ორგანიზაციის გაძლიერება მიმდინარეობს და უკვე გვაგონებენ იმას, რომ შეიძლება რაღაც ახალი პირობითად ბრიქსიტო სიტუაციაზე ვამბობ, დოლარის ვალუტა შეიქმნას, რომელიც ჩაანაცვლეს დოლარს. მე როგორც მესმის ჩემი მეგობარი ეკონომისტებისგან, ისინი ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ეს არის ამერიკის სრული კრახი, დოლარის სრული კრახი და დოლარზე მიბმული სახელმწიფოების და ამ შემდეგ. აი ამის ეშინია ტრამპს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ვაჭარს, ტოტალურ ვაჭარს, ხო? მაგრამ მე მოხდა ეს ვარიანტი. გეთანხმებით. იმიტომ რომ დოლარი როდესაც გახდა, ამაზე კიდე ერთი გადაცემა უნდა იმდენი. აი მოკლედ თქვათ ეს. სალაპარაკო რომ ხშირად იშველებენ ამ არგუმენტებს. ამერიკის ჰეგემონიის კი ერთ-ერთი ძლავრი მექანიზმი იყო, როდესაც ბრეტონ-ვუდსის შეხვედრაზე დოლარი აღიარებული იქნა მსოფლიო ვალუტად, მაგრამ ამან ცუდი შედეგი მოიტანა ამერიკისთვის და აი რასაც ტრამპი ახლა აკეთებს ეს მაგა ხო თუ make America great again წარმოების ნახეთ ამერიკა მიეჩვია იმას რომ ჰაერიდან არაფრისგან შოულობდა ფულს ამიტომ ინდუსტრიის მთელი დარგები გაიტანა და განადგურდა ყოფილ ხართ ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ჩემთვის მაგალითად მე ბევრჯერ ყოფილ ვარ და უნივერსიტეტშიც ვიყავი მთელი წელი და რა არის იცით თვალსაჩინო რომ აი ტრამპის მოსვლასთან დაკავშირებით ეს სურათი ცოტა შეიცვალა და აღარ არის ინდუსტრიული ქვეყანა თქვენ თუ ნახავთ დასაქმების სფეროს უდიდესი უმრავლესობა დასაქმებული ადამიანების არიან მომსახურების სფეროში ამერიკაში? კი, და ეს სწორედ გამოიწვია ამ ბრეტონ-ვუდსის შეხვედრამ, იმ კონფერენციის შედეგებმა და იმან, რომ დოლარი არის ვალუტა მსოფლიო. დღევანდელ პირობებში პირიქით ამერიკას აღარ აწყობს ამ დოლარის როგორც უფრო სწორედ ამერიკული ინტერესებს, თორე იმ ერთი deep state-ის რაღაცა ნაწილს, რა თქმა უნდა, ეს აწყობს. ამიტომ საინტერესო ხო, ამიტომ ესე ცალსახად რომ ემღაუჭებოდეს ეგრე არის. ნუ სხვადასხვა ვერსია იყო, მაგალითად სპეციალისტები ამბობენ, რომ იყო ლაპარაკი ელექტრონული ფულის შემოღებაზე და იცით რომ ეხა
რამხელა ხო ამჩნევთ არა მოგდით ალბათ მესიჯები რამხელა ბონუსებია არა თქვათ ქეშის გადახდაზე არამედ როდესაც ბარათით ხო ანუ ელექტრონული მაგრამ ამას ინად ვკითხულობდი რომ რაღაცა ამ პროექტმაც არ გამართლა და არ ვიცი რა ბატონო თემას რომელსაც ვერ გამოვტოვებთ ჩვენი მეზობლების აზერბაიჯანის და სომხეთის დემარში კი ბატონო რა პერსპექტივა აქვს ამას აი სომხეთში რა პროცესებიც მიმდინარეობს მიმაჩნია რომ აქაც საკრალურთან გვაქვს საქმე როდესაც შენ ეპისკოპოსებს იჯერ ესე რიგად შეურაცხყოფ შენ ქართული ანალოგია ხო არ გახსენდებათ? არა და ცუდად დაამთავრებენ და ამაზე იცით აი მაგალითად როდესაც ტომოსი მიიღო უკრაინამ მე მაშინვე ვთქვი რომ მათი საქმე არის წასული როდესაც ეკლესიის გახლეჩვა დაიწყო ჩვენი ესეთი არსებობის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა არის ეკლესიის ძალიან ჭკვიანური ქცევა და უპირველეს ყოვლისა პატრიარქისა რომელმაც ეკლესიამ აქ მხედველობაში აი პანდემიის ძალიან მძიმე გახსოვთ რა მოწოდებები იყო და რეებს არ აბრალებდნენ რომ აი ეპიდემიას არ შეწყდა წირვა-ლოცვა ხო ეკლესიაში და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აი ამ ტომოსმა როდესაც მე ეს ნახე არა ვიფიქრე რომ ძალიან ცუდად არის უკრაინის საქმე და როდესაც სომხეთშიც ესეთი დაიწყო ახლა ვითარება მე არ მგონია რომ თუ არ მოვლენ აზრზე როდესაც ჩვენ პატრიარქს ესეთ შეურაცხყოფას აყენებ და არც მინდა გავიმეორო ესე იგი პრემიერ-მინისტრმა როგორ მიმართა მას ხომ არ არის კარგად საქმე გასაგები კიდევ ერთი საკითხი და წავალთ ფინიშისკენ ფენომენი რომელიც დასავლეთმა შეყვარა ასე ვთქვათ რა ნებაყოფლობითი მონობის ფენომენი იქ ძალიან რთული კოგნიტურ დონეზე აი მე ამის არის გაუჯინეს ეს ვალდებულში ქართულ ახალგაზრდობას რა ჯანდაბა გაუჩნდა ეს არის ეს ამაზე სხვათა შორის რამდენიმე გადაცემაში ვილაპარაკე სხვადასხვა ეპოქაში არა ადამიანის ფლობის სხვადასხვა მეთოდი არსებობდა ხო აი მონად ფლობელობის დროს ფიზიკურად ფლობდი ადამიანის სხეულს ხო თქვათ მე კაპიტალიზმის დროს მიშრომას ფლობდი ხო ნახეთ დღევანდელი ფეოდალიზმის დროს მას თვითონ შემსახურში იყენებდი ომში და ძალიან ამბებით აი ნახეთ ამ პოსტმოდერნის ეპოქაში ყველაზე საშინელი რაც არის მის გონებას ფლობ შენ რაც ისეთი დიდი საფრთხის შემცველია რომ მანამდე რაც საინფორმაციო შეს ну ეს ყველაფერი არის კოგნიტურ დონეზე დამუშავებული განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გავლენის აგენტია ამიტომ შემთხვევით არ არის ახლა მე და თქვენ ახლა რომ მუშაობთ ხანდახან კი ბატონო იმიტომაც შემოვიტანე მე საგანი საინფორმაციო მიდა მედია რამდენიმე უნივერსიტეტში ხო მაგრამ ხანდახან ლექციას ვკითხულობ და რასაც უყვები ნახევარი არ ესმით რატო სიტყვის მაგრამ კიდე ერთი სხვათა შორის მე და ჩემმა ერთ-ერთმა დოქტორანტმა დავწერეთ ხელოვნური ინტელექტს ეს კიდე სხვა უბედურება იმიტომ რომ დღეს სტუდენტები არა დავალებას რო აძლევ იყენებენ ამ ხელოვნურ ინტელექტს ეს კარგია ჩვენთვის და მე ვიყენებ ამ ხელოვნურ ინტელექტს ძალიან მიადვილებს შრომას მეც მიადვილებს მაგრამ მე ვერ მატყუებს კი ბატონო სისტემას რებას უკეთებს იმას რაც მჭირდება ინფორმაცია და შემდეგ თქვენ გამოხშირავთ და მე რო წიგნები ფურცლო აბა რა მაგრამ ისინი ხო ესე არ აკეთებენ. იბათ საბაზისო განათლება აქვს. და მე აი ამ წიგნი რო დავწერეთ მე და თორნიკე ზედელაშვილმა, ხო? იქ ვაყენებთ ესეთ საკითხს. იქნებ დაიწყოს პოლემიკა იმის შესახებ, რომ რაღაცა რეგულირება არის საჭირო საგანმანათლებლო სისტემაში. რა დროს შეიძლება გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი და რა. იმიტომ თუ არ მიიღებს ის სტუდენტი და მოსწავლე განათლებას ხო
დაადებილებს ის რა ქვია ხელოვნური ინტელექტი და აი რასაც ჩვენ ფილტრავთ ხო იმის საშუალება იმას არის. კი, რა თქმა უნდა. ერთ-ერთ გადაცემაში თქვით ეგეთი რაღაცა და ვერაფერ ვერ დავტოვებ ამას ყურადღების გარეშე, რომ ჰიტლერის Mein Kampf-ი უფრო უკეთესია გაცილებით, ნუ ახლა პირობითად ვამბობ ამას, ვინემ კარლ შვაბის ხო? თეორიები, ეს ახალი გლობალიზმის შემოტევები და ასე შემდეგ. ხო, ნუ ეს რატო ასე ძალიან მკაცრად? მე ვთქვი ეგეთი. არ მახსოვს. და მივაქციე ყურადღება ამას. შვაბი, ნუ ეხა შვაბის ახალი თეორიები ხო ცნობილია? ხო, is the great reset, COVID-19 and the great reset არის ესე იგი COVID-19 და დიდი გადატვირთვა, ხო? კი ბატონო. და რაჭირი უნდათ, რა უნდათ ამ დიდი გადატვირთვა? ნუ ეხა ეს COVID-იც ხო COVID-ი გავიგეთ, მაგრამ კიდე ახალს ამზადებენ ახლა და ნუ ესე იგი არისვენებენ ისინი და ამ გლობალურ დომინაციაზე მუშაობენ. მივალთ სოფლიოს ერთმართველობამდე? ჩემი აზრით ვერ მივალთ, მათი ეს დამახინჯებული აზრებიც ვერ განხორციელდება, იმიტომ რომ ღმერთი არსებობს და არ დაუშვებს ამ ყველაფერს. არ გავიჭირებთ. შეიძლება რაღაცა დიდი კატაკლიზმები იყოს და ჩვენ დიდი ბრძოლები მოგველოდებოდეს და ვიბრძვით ხო ახლა ფაქტობრივად ყოველდღიურ ბრძოლაში ვართ, მაგრამ ის რაც მათ საბოლოოდ უნდათ ის არ გამორიცხულია. აი ხედავთ ახლა დღევანდელ სიტუაციაში კოლექტიური ოპოზიცია გვემუქრება რევოლუციით და არც მალავენ ამას ხო? უკვე ციხეებიდან გვეძახიან მოდის რევოლუცია და ვითომ ნატურის ხის გმირივით უნდა მივადოთ. ეს უფრო სასურველია ვიდრე მათთვის სასურველი. ხო, მაგრამ საზოგადოების გარკვეულ ძალებს იჯერებს ამ იმას მოწოდებას. გვემუქრება ეს საფრთხე რევოლუციის როგორც ექსპერტი რა სიტყვით შეძლებენ ესენი ამის იმას. ხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ არ აქვს ხარდაჭერა. რაღაცა პროვოკაცია შეიძლება რომ განხორციელდეს, მაგრამ აქ უკვე სპეცსამსახურების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ანუ პროფესიონალებმა უნდა იმუშაოს. რა თქმა უნდა. სხვათა შორის დღეს დისერტაციების კოლოკვიუმები ჰქონდა და ერთ-ერთი მაღალჩინოსანი წარდგა და მან სხვათა შორის ძალიან კვალიფიციურად ილაპარაკა. ხო? კვალიფიცირებული ლაპარაკა. კვალიფიცირებული და მე გამეხარდა რომ ესეთი ჭკვიანი მე მყავდა ჩემთან დიდ გარღვევაში გადაცემაში ბატონი დავით კოხალაშვილი, იცით თქვენ ჩვენი კი, მეგობარი და საოცრად განსწავლული და კარგი ბექგრაუნდი. მან ძალიან მკაცრად განაცხადა, რომ აი სხვა ფერის დროშების ერთგული ხალხი გვიზის პარლამენტშიც, პოლიტიკაში, მთავრობაში და ასე შემდეგ და ეს თუ კრიტიკულ საზღვარს გადაცდება, ესე ჩვენ ისინი შეასრულებენ იმ დავალებას, ვინ რას ეტყვის და ვინ მისი აგენტია. ნუ განსაკუთრებულად საქართველოს ამ ხრივ ეხა გადაკვეთის ადგილია, ხო, მრავალი სპეციალისტი. ინტერესებს და ამიტომ. მაგრამ შეიძლება ხანდახან ეს გშველის, რომ ისინი ეჯახებიან ერთმანეთს. და ბოლოს, ხო, მაგრამ ქალბატონ თამარ, ეს აი 30 წლიან ზიზღის ფენომენს ზრდის და ზრდის, ბერავს და ბერავს. აქ რა ვქნათ და მე ყოველთვის ახლა მე და თქვენ რა პროფესორები ვართ, მაგრამ თეორიული ცოდნა გაგვაჩნია, ხო? კი ბატონო. მე მაგალითად ვიცი ის მექანიზმები, როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს ზიზღის ჩვეულებრივი სოციალიზაციის მეშვეობით. უნდა რაღაცა იდეოლოგიური მატრიცა შეიმუშაო და მიზანმიმართულად განხორციელება უნდა. მაგრამ ამისთვის რა არის საჭირო? საჭესთან ხომ უნდა მეკიშვას ვიღაცა? ნუ რა ვქნა, ხა მე ჩემ ფუნქციას ვასრულებ. რაც შემიძლია გამოვდივარ და ვლაპარაკობ ამის. ამიტომ მოდით მივმართოთ ეს ხელისუფლებას. გამოიყენოთ ასეთი პროფესიონალები ძირფასება. ასეთი პროფესიონალები როგორც ვალიკო ამბობს იმ ფილმში, ხო? და კილიური ნაუცინი აიუცეო. აიგეთ პროფესიონალების წევრებო. რაღაცა დონით ვიყედებო. კათედრასთან უნდა იდგეს ქალბატონი თამარი ცხადია, მაგრამ ის განიურო თეზისებს და იდეების გენერატორი უნდა იყოს, მისცეთ უნდა ტრიბუნალზე, რომ განახორციელოს და გააკეთოს ასეთები. სწორედ ასეთები მოყავს ჩვენს გადაცემაში დიდი გარღვევა. დიდი მადლობა გაგვიყვეთ. მადლობა მოწვევით. რა ვიცი, თუ რამე გავარღვიეთ, გითხარით, გამოგვეხმაურეთ.
თუ არა მიიღეთ ეს ცნებები და დაფიქრდით 3-4-5 და უფრო მეტი წლის წინ ნაწინასწარმეტყველი პოლიტიკური პროგნოზები ალბათ რომ თამარი სახდა და არც ეს დარჩება აუხტენელი, ამიტომ 9 თვალი და 9 ყური უნდა გამოივათ ძვირფასო ოცნების წევრებო და საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციასაც მოუწოდებ, რომ ცოტა ჩააგონ ხმალი ქარქაში და რაღაცა დიდი გაერთიანებისთვის და საქართველოსთვის ფიქრი დაიწყონ. ისინი რასაც ფიქრობენ, ეს არის დასავლეთიდან მობერელი სიო, რომელსაც ჩვენ არ გაუტარებთ და ვერც გაუტარებთ. ასე რომ, კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე ძვირფასება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. რა გქვიან ძმობილო? ლელთხუნიას მიხმობენ. სადაური ხარ? სადაველო, გაიბოთნიდა, აქ მთაშია, თერ კიდურზე. კაი ადგილია ეს თქვენი ადგილი. რა სიცინი? საცინელს ვიცინი, ცარიელს ტომაკი მაგით ვერ გაძღების. აქ ძალიან მოსავალი უნდა იცოდეს. არა, გონჯაი, ჩვენს პეჩაობას შეფერობს. ეს დიდი გზა, დიდ ხელს მოგცემთ. ვშაულობთ, ჯიბეში არ რჩების, თისკაცი მახავეს სვამეხის კერძია, ჭამადის სმადი არაა სახლში, ნაშოვერ დუქანში მიდის. ერთი მითხარ თუ ღმერთი გწამს, აი სტეფანწმინდის პირდაპირ რა მონასტერია. გიწყალობოთ ცოცხალთან, შეგინდოთ მკვდართან. წმინდა სამების სახტარი არ უწინდალთ განცდა საფარი, ერთა საბჭო. ეხლა რატომ აღარ არის ეგა? აწინა, ერობას სადაა, რუსობაში ვარ. აწინა ყველაი გაცუდის, ყველაი გაუქმდის. აშუწინდელი დაწყობა და დრო უკეთესი იყო? რაიდარა, ადრია ავას თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენად უგვეყოდნეს, მით იყვის უკეთ. ადრია ერიერობდეს, გული გულობდეს, ვაჟაი ვაჟაბდეს, ქალაი ქალობდეს. არხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წერს წყობაი. ადრი და ჩვენობა იყვის. ეხლა რომ მშვიდობაი არის, რაი არ მშვიდობა. უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალში ბაყაყმი ჭიაჭუაი, ქვემძრომლი გამრავლდის. ცარიელ მშვიდობა მიწაშიც გვეყოფის. ტერი რომ დაგეცემუდათ, აგიკლებდათ და ცოლშუს გიწიოკებდათ ხოლმე? აწინა მავალე სვამეხი უფროს გვაწიოკებს, უფროს სახლს გვიკლებს. ადრი და მტერს მაინც ფარხლით შევეთამაშით, ვიგერიებდით. სვამეხს რაი იყვის, ვერ მოსაგერიებელ, ვერ შესათამაშებელ. ადრი და მტერთან ბრძოლაში, სწორების ჯობინობაში, სახელს შოობდით. სვამეხთან ვაჟაი რაი სახელს ჩამორჩების. ადრი და მართალ ხარ, მტერ იყვის. ერთგულთა ვაჟ და ჩუქებაც დიდ იყვის. ადგილმამულებოძვის თარხნობაი მიეწყობოდის. აწინა ტყუილ რუშობით ფიზის გატეხვით სარჩო საბადელს საშოვერ გაგვიხსნეს.